რა უნდა იცოდეს მწვრთნელმა გადაწვრთნის შესახებ? ეს ისეთი თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეული, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ შეხება როცა მაქვს მწვრთნელებთან, ძირითადი პრობლემა მდგომარეობს რაში? რომ არ იცის მწვრთნელმა მექანიზმების დონე, ხა ბიოქიმია შეიძლება არ ესმოდეს ესე და არ მოეთხოვებოდეს, მაგრამ ელემენტარული წვრთნის პროცესი როგორ მიმდინარეობს, ხო, რა არის ამის ეტაპები, ეს აუცილებლად უნდა ესმოდეს. აი მაგალითად, სწორი წვრთნის ეტაპები რა არის, რომ აუცილებლად მაგალითად კუნთოვან მასის ზრდაზე თუ მუშაობ, აი მაგალითისთვის ავიღოთ. მოთხოვნილება უნდა გავაჩინო კუნთში, რომ დაიწყოს კუნთოვანი მასის ზრდა. მოთხოვნილებას მე ვაჩენ ფიზიკური დატვირთვებით. და აქ არის პრობლემა, არის ოქროს ხაზი, რომ როგორ ვაჩენ ამ მოთხოვნილებას. სტრესი ნებისმიერ შემთხვევაში არის საჭირო, მაგრამ არ უნდა აჭარბებდეს. ანუ ჩვენ გვაქვს ხა ენერგეტიკული რესურსები, ვიცით ხო, რომელიც ძირითადად ამ აერობული და ანაერობული პროცესების ძირითადი განმაპირობებელი რესურსებია. ეს არის კრეატინფოსფატი, ეს არის გლიკოგენის მარაგები, ხო? ნახშირწყლის მარაგები, რომელიც ჩვენ გვაქვს კუნთებში და ღვიძლში. ეს არის შიდაუჯრედული ცხიმები, ხო, პერიფერიული ცხიმები და ასე შემდეგ. და მე თუ ეს მარაგები ამოვწურებ, თქვა შესაბამისი დატვირთვებით, მაშინ ვითარდება დაღლის პროცესი. ანუ დაღლა რა არის, რომ ვეკითხები მწვრთნელებს ხშირად, ხო, ეს არის ძალიან ცუდი ორგანიზმისთვის, ხო, ხშირად პასუხობენ და ამ დროს დაღლა არის თავდაცვითი მექანიზმი. დაღლით ორგანიზმი გესაუბრება, რომ მე არა მაქვს მეტი რესურსი, მჭირდება და უფრო მომეცი დრო რომ ავაღდგინო ხო, ის რა რაც თქმა გავხარჯი უნდა. დანახავდი. ეხლა მე თუ დაღლა ესე რომ ვთქვათ, აღმომიცენდება და გავჩერდები დაღლის მომენტში, მაშინ ეს ენერგეტიკული რესურსი ზუსტად იმ დონეზე აღდგება, რა დონეზეც იყო. სიტყვაზე თუ მაქვს სიტყვაზე 500 გრამი გლიკოგენი აღდგება 500 გრამამდე, ან შესაბამისად კრეატინი და ასე შემდეგ. მაგრამ აქ საუბარია, მაშინ როგორ უნდა მოხდეს წანაცვლება, ხო? აი მოთხოვნილების გაჩენა, რომ მეტი ესე რომ ვთქვათ, რესურსი დაიგროვოს ორგანიზმმა და ეს ხდება აუცილებლად სტრესული, მინისტრესული დატვირთვებით. ეხლა სტრესი ნიშნავს იმას, რომ მე რო დავიღლები, დაღლის მომენტში არ უნდა გავჩერდე. ვაგრძელებ დატვირთვას, მაგრამ აი აქ ზუსტად საკითხი დგას რაში? სად არის ოქროს ხაზი? სადამდე უნდა გავყვე ამ დაღლას? ამიტომ დაღლის ფაზები უნდა ვიცოდეს უმცირე. რომ პირველი ფაზა აქვს, მეორე, მესამე, მესამეს თუ დაუშვებელია და გვაქვს ჩვენ, რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გამოგვეპაროს. გადავდივარ მესამე ფაზაში და ნუ პირველი ფაზის ბოლო, მეორე ფაზის დასაწყისამდე შემიძლია მე წანაცვლებითი რეაქციები. ანუ ეს ესე რომ ვთქვათ, ჭყალებში მიდის პრინციპი, ხო, რაც აქვს ჩვენ მწვრთნელებს. ხშირად არის შედეგი სწორედ გადაწვრთნის სინდრომის განვითარების. იმიტომ რომ ყველა ადამიანის წვრთნა უნდა იყოს ინდივიდუალური. იმიტომ რომ ეს საზღვრები, ენერგეტიკული საზღვრები, არის ყველასთვის ინდივიდუალური. ხო, კრეატინი რამდენია, გლიკოგენიში, დაუჯრედული ცხიმი, ხო, რაც ვთქვით, ეს რესურსები. ამდენად დაღლის მომენტის განვითარებიდან პირველ ფაზაში შესვლა და მეორე ფაზის დასაწყისში გადასვლა, აი უნდა გავაჩეროთ. ანუ ეს ნიშნავს, რომ ეს მინისტრესები, ხო, რაც ამ დროს ხდება, თქვათ, მტისბჟავის დაგროვება, ხო, კუნთოვანი მასის სტიმულაციისთვის. აი, ვარჯიშის დროს ტექნიკის დარღვევა ნიშნავს თუ არა იმას, რომ უნდა გავჩერდეთ, როცა უკვე ირღვევა მოძრაობის შესრულების ტექნიკა. როდესაც ოდნავ სიცითლე წამოვა სახეზე, ხო? შუბლის არეში, თქვათ, მკერდის არეში, მცირედი ოფლიანობა, ესეც პირველი ფაზის დამახასიათებელი ნიშანია. სუნთქვა გახშირებული იყოს თანაბარი. არ არის ჯერ კიდევ ქოშინის ეტაპი, ხო, შესული ამ სუნთქვით აქტივობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის, აი შეიძლება თქვი ვალი რა, ეს არის ყურადღება, ხო, როგორ არის შესრულების მანერა, როგორია ვარჯიშების. თუ ირღვევა ოდნავ, ანუ ყურადღება ჯერ არ არის გაფანტული, ყველაფერზე რეაგირებს ნერვული სისტემა ჯერ კიდევ იღებს სიგნალს. ძალიან მნიშვნელოვანია კიდურების დახრილობა როგორ არის, ხო? კიდურები თუ შენარჩუნებულია, ხო, ზედა კიდურები თავის პოზიციაშია, მაშინ ეს არის პირველი ფაზა. აი მეორე ფაზა არის უკვე როცა კიდური იწყებს დაშვებას. უკვე ქოშინი როცა წამოვა, როცა არაადეკვატურია შესრულების ეტაპები, ანუ ამ ვარჯიშის, როცა უკვე შეცდომებით ხდება. კომპენსატორული მექანიზმი. უნდა გავჩერდეთ, მიხვდით? აი ეს არის ის ზღვარი, ნუ ოფლიანობა უკვე საგრძნობლად წამოსულია, ხო, სიცითლე უკვე სახეზე. ეს არის უკვე ის ფაზა, სადამდეც უნდა მივიდეთ და გავჩერდეთ, თუ არ გავჩერდით, რა ხდება ამ შემთხვევაში? თუ არ გავჩერდით, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ესეთი როცა მწვრთნელს ვესაუბრებით, ხო?
არის ესეთი შენიშვნები, რომ აი ხო გავაგზელებინეთ და ხო დაღლამ ხო გაიარა. ეხლა ნახეთ როგორი რაღაცა. თუ ამ ფაზას გავწდებით, რა თქმა უნდა, ორგანიზმში ირთვება კომპენსაციური მექანიზმები, ანუ რას ნიშნავს ეს? მე როცა აღარა მაქვს რესურსები, ამოწურული მაქვს და მაინც ვაგრძელებ დატვირთვას, ეს არის ორგანიზმისთვის სტრესი. სტრესის დროს იწყებს კორტიზოლი გამომუშავებას, დამატებითი სტრუქტურული ცილების დაშლა ხდება, ანუ დამატებითი ენერგეტიკული წყაროების მოძიება და ეს ენერგეტიკული რესურსები რო ჩდება, რა თქმა უნდა, დაღლის პროცესი ამ დროს უკვე გაივლის. და ეს არ ნიშნავს, რომ დაღლამ გაიარა და პროცესი სწორედ წავიდა. ეს ნიშნავს, რომ სტრუქტურული რღვევა წავიდა და აი მან უკვე მნიშვნელობა აქვს აღდგენას. რომ აღდგენა შეიძლება თუ სტრუქტურული გააჩნია როგორი სიღრმისეული დაზიანებები მოხდა აქ, შეიძლება დაჭირდეს 48 საათი, 72 საათი, ანუ არ შეიძლებოდეს ესეთი აქტიური დატვირთვები სპორტსმენისთვის. მაგრამ ეს თუ არ იცის მწვრთნელმა, ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ უკვე რომ ესეთი სახით ავარჯიშებს და აღდგენა ვერ ასწრებს სწორი აღდგენითი პროცესების განხორციელება სპორტსმენი, მაშინ უკვე გადავდივართ გადაწვრთნის სინდრომში. გადაწვრთნა ეს ნიშნავს, როცა მე მიდრეკილი ვარ ძილიანობისკენ, მალე ვიღლები, გაღიზიანებულია ხო, ეს ფსიქოლოგიური შფოთვებია, შეიძლება ტრემორიც იყოს, ხო, ანუ არის ძალიან ბევრი დამახასიათებელი ნიშნები და ეს უკვე არის გადაღლის ნიშნები და ეს ნიშნავს, რომ უკვე გადაწვრთნის სინდრომისკენ ვართ გადასული და თუ ესე გავაგრძელებთ, ეს ნიშნავს, რომ მაგალითად შეიძლება მივიყვანოთ სპორტსმენი ტრამვებამდე. ანუ ტრამვა არ ნიშნავს, რომ იმ წუთას რაღაცა ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარებული რაღაცა პროცესია. ტრამვა ნიშნავს, რომ იქამდე იყო არასწორი წვრთნა. ეს შეიძლება გრძელდებოდეს თვეობით, წლების განმავლობაშიც არის ესეთი შემთხვევებიც რა თქმა უნდა და ძირითადად გამოიხატება რაში, რომ საქართველოში რო გადავხედოთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომ ძირითადი ტრამვები მოდის რაზე, იოგების დაზიანებაზე, მყესების დაზიანებაზე, ხო, კუნთის დაზიანებაზე მათ შორის. მაგრამ ეს ნიშნავს უკვე ღრმად წასული პროცესებია და ეს არის გადაწვრთნის შედეგი. რომ გადაწვრთნის შედეგად მივედით სწორედ აი ამ პროცესებამდე და არა ვთქვათ იმ წუთას განხორციელებული ფიზიკური დატვირთვის შედეგი. ეხლა თუ ძლიერი დატვირთვა და ვთქვათ რაღაცა ის არის, მაინც სისუსტეები მოდის გადაწვრთნის სინდრომიდან, ანუ არასწორი წვრთნიდან. შეიძლება იყოს ძლიერი დატვირთვა და ამან გამოიწვიოს დაზიანება, მაგრამ მაინც სისუსტე ის რომ დაზიანება მოხდა, მოდის არასწორი წვრთნის შედეგებიდან. ძალიან ნიუანსური, აი მარტო ის რომ ადაპტაცია ვიცოდეთ, რომ რამდენი შვალედიანი დღის შვალედებით არის, როგორ შემიძლია მე ადაპტირებულად ვზარდო დატვირთვები. მწვრთნელი უნდა იყენებდეს აი ამ გრადუალიზმის მეთოდს, როცა თანაბრად და ადაპტაციის სინდრომის გათვალისწინებით ემატება დატვირთვა. არ აქვს უშუალოდ ინტენსივობა იქნება თუ წონები და შემდგომ აი რაც თქვი, რომ ერთი კვირა უნდა დავაკვირდეთ, რამდენად მიიღო ორგანიზმმა ის ახალი დატვირთვა, რომელიც ჩვენ მას დაუშვეთ მივეცით. მაგრამ სამწუხაროდ ხო, სამწუხაროდ ეხა ცოტა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში რო ავიღოთ გერმანია, დანია და ასე შემდეგ, ეს წვრთნის პროცესი და დატვირთვების დანიშვნის პროცესი ხო ეხა ჩვენთან არის ძირითადად გამოცდილებაზე და ასე შემდეგ. ეს მაინც არასწორი მიდგომა, იმიტომ რომ ხდება ინდივიდუალურად, ესე რომ ვთქვათ, ტრენაჟორების გამოყენებით, შესაბამისი აერობული, ანაერობული დატვირთვების ჩატარება ზუსტად იგებენ სისხლის, ნერწყვის, შარდის და ასე შემდეგ. ხო, ბიოფსიური მასალა აკეთებენ თქვათ კუნთებიდან და აქედან ხდება ხო ლაქტატი რამდენია, ლაქტატ სისხლშიც საზღვრავენ. თქვათ გლიკოგენის მარაგების განსაზღვრა და ასე შემდეგ, კრეატინის და სხვა და ზუსტად გეტყვიან შენ როგორი დონეზე ხარ გაწვრთნილი, ანუ ანაერობულში თუ აერობულში რა დატვირთვების ესე რომ ვთქვათ, ჩართვა გჭირდება, ატანა შეგიძლია და შესაბამისად გიწერენ დატვირთვებს. აი 10 დღის 2 კვირის მერე ისევ ხდება შემოწმება და რამდენად სწორი მიმართულებით წავიდა წვრთნის პროცესი, ამის კონტროლი ხდება ზუსტი მიმართულებით. უფრო მარტივი ინდიკატორებია. თუ გადარჩი, ესე იგი გადარჩი. ხო, სამწუხაროდ ესეა და შეგიძლია გააგრძელო. დიდი იმედია, რომ ჩვენი განვითარება სპორტის ამ მიმართულებით წავა.